აჭარაში წელს სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაცია და მშენებლობა იგეგმება გათვალისწინებულია თანხამწვრთნელების და მსაჯების გადასამზადებლად. წელსვე დაიწყება მზადება ინდივიდუალურ სახეობებში სპორტული სკოლა-პანსიონის ჩამოსაყალიბებლად. სამუშაო შეხვედრა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებთან დღეს რეგიონის ხელმძღვანელმა გამართა. სპორტის დღევანდელობა და მომავალი. რეგიონის პირველმა პირმა ამ თემაზე სასაუბროდ აჭარაში მოღვაწე სპორტის სფეროს წარმომადგენლები განათლების სამინისტროში მიიწვია. ლევან ვარშალომიძემ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 2012 წელს სპორტის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით არსებული რესურსის გაძლიერებას მოემსახურება. პირველ რიგში გვაინტერესებდა ის განვლილი პერიოდი, იცით რომ ახალგაზრდების და სპორტის დეპარტამენტი შექმნილია სულ რაღაც 5-6 თვეა. და ჩვენი პოლიტიკა ფაქტიურად მართლაც მიზანმიმართულად არის განსხვავებული თუ როგორ განვითაროთ სპორტი. სპორტის განვითარება შეიძლება პირველ რიგში ეს სპორტული ინფრასტრუქტურა, რასაც მართლაც ვთავრობა დავგვერდით ფედერაციებს, რომ ამას ვაკეთებთ. ჭირდება მსმენელები, ჭირდება მსაჯები, ჭირდება ხალხის გადამზადება და რაც შეეხება სპორტსმენებს, ესენი ყავს. მიმდინარე წელს აჭარაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქობულეთის ფეხბურთის სტადიონს და თამარის დასახლებაში მდებარე ჩოქბურთის სპორტულ ბაზას. ასევე გარემონდება ქობულეთში, ოჩხამურის, ლეღვას, ბობოყვათისა და ჩაქვის ფეხბურთის სტადიონები, ხოლო ხუცუბასა და ჩაქში რაგბის მოედნები. წელსვე იგეგმება ხულოს ცენტრალური სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ხოლო ხელვაჩაურსა და შუახევში სპორტული დარბაზების მშენებლობა. კონკრეტული ინფორმაცია 2012 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინა. ნოდარ ფუტკარაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის პარალელურად მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადების პროგრამებზეც იზრუნებენ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ 30 ფედერაციასა და კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ 245 სპორტულ ღონისძიებას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რჩება მწვრთნელების და მსაჯთა გადამზადების პროგრამა, რის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ მიმდინარე წლის პირველ-მეორე კვარტალში გადავამზადოთ ფეხბურთის, ჭიდაობის, კალათბურთის, ფარიკაობისა და ტანვარჯიშის მწვრთნელები და მსაჯები, მათ მიიღო შესაბამისი კვალიფიკაციური სერტიფიკატები. წარმატებები სპორტულ სფეროში მეტწილად სწორ კონცეფციაზეა დამოკიდებული, რომლითაც ფედერაციებმა წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელონ. შეხვედრაზე მოწვეულ სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 1 თებერვლამდე კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა დაავალა. აუცილებელია, რომ ყველა ფედერაციას ჰქონდეს საომავლო სამუშაო გეგმა. დღეს შევჯერდით იმაზე, რომ 1 თებერვლამდე გავაკეთოთ ეს ჩვენი ფედერაციების ყველა თავისი ფედერაციის სამუშაო გეგმა და იმის მიხედვით უკვე საომავლოდ მოხდება გაანალიზება, თქვათ, რომელ ფედერაციას დაჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ 1 თებერვლამდე მოვასწრებთ, გავაკეთებთ ამ სამუშაო გეგმას და იმის მიხედვით, იმ კონცეფციის მიხედვით მოხდება ამ შემთხვევაში ჭიდაობის ფედერაციის საომავლოდ განვითარება. კონცეფცია პირველ რიგში ადგილობრივი მნიშვნელობის სპორტული ტურნირების ჩატარებას უნდა ითვალისწინებდეს. მას დეპარტამენტისა და სამინისტროს თანამშრომლები ფედერაციების ხელმძღვანელებთან ერთად შეიმუშავებენ. ჩვენი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ძირითადი მიზანიც იქნება მიმდინარე წელს, რომ აღვადგინოთ ის ტრადიციები, რაც წლების მანძილზე იყო აჭარაში, ჩავატაროთ აჭარის ჩემპიონატები, აჭარის პირველობები და ჯერ მივაქციოთ ჩვენ ჩემპიონატებს ყურადღება და შემდეგ გამარჯვებული გუნდები მივავლინოთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში. სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვადასხვა სახეობების განვითარების პროგრამის განხორციელებას აჭარაში კურირებას განათლების მინისტრის ახალი მოადგილე გაუწევს. ამ რანგში ზურაბ უკლება სპორტის სფეროს წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე წარუდგინა. ამ დარგში მაქვს გამოცდილება და შევეცდები ამ გამოცდილების, ასე ვთქვათ, შესრულებას და როგორ შესრულება, ალბათ რო გვიჩვენებს და იქნება სტრატეგია და აუცილებლად უახლოეს ხანში ფედერაციებთან ერთად ჩვენ დავждებით შევიმუშავებთ იმ სტრატეგიას, რაც იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე. სპორტული მოედნებისა და სპორტული ბაზების რეაბილიტაციის პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 778,000 ლარია გამოყოფილი. გათვალისწინებულია თანხა სპორტსმენებისათვის ფორმების შესაძენადაც. იმ სპორტსმენებს, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადისათვის ემზადებიან, ახალი სპორტული ტანსაცმელი დღევანდელ შეხვედრაზე გადასცეს. ლონდონის ოლიმპიადაზე აგვისტოში აჭარიდან 5 სპორტსმენი გაემგზავრება.